ბიოჰაკინგი არის ბიოლოგიური სისტემების ოპტიმიზაციის ხელოვნება და მეცნიერება. ეს არ არის მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი, არამედ სისტემური მიდგომა, სადაც ადამიანი საკუთარ სხეულს განიხილავს როგორც კომპლექსურ მექანიზმს, რომლის მართვა და გაუმჯობესება შესაძლებელია მონაცემებზე დაღრდნობით. ქვემოთ მოცემულია პროფესიონალური ჩარსლა იმ ძირითადი სვეტების, რომლებიც 100 წლამდე ენერგიულად მიღწევაში დაგვეხმარება. 1. კვება და ინტერვალური შიმშილი, მეტაბოლური მოქნილობა. კვება ბიოჰაკინგში არა მხოლოდ ენერგიის წყარო, არამედ ინფორმაციაა თქვენი გენომისთვის. დღეგრძელობისთვის მთავარი აქცენტი კეთდება ინსულინის მგრძნობელობის შენარჩუნებაზე. ინტერვალური შიმშილი, intermittent fasting. ეს მეთოდი, მაგალითად 16-8, ააქტიურებს პროცესს, რომელსაც ავტოფაგია ეწოდება. ავტოფაგია ეს არის უჯრედული თვითწმენდა, როდესაც ორგანიზმი ანადგურებს დაზიანებულ ცილებსა და უჯრედულ კომპონენტებს, რათა ისინი ახლით ჩაანაცვლოს. მეტაბოლური მოქნილობა. შიმშილის დროს ორგანიზმი სწავლობს ენერგიის მიღება არა მხოლოდ გლუკოზისგან, არამედ ცხიმებისგან, კეტონები, რაც ტვინის მუშაობისთვის უფრო სტაბილური საწვავია. ნუტრიგენომიკა. ანთების საწინააღმდეგო დიეტა, შაქრისა და გადამუშავებული ნახშირწყლების მინიმუმამდე დაყვანა. ისინი იწვევენ გლიკაციას, ცილების დაზიანებას, რაც აჩქარებს დაბერებას. მიკრობიომი. ნაწლავის ბაქტერიები პირდაპირ კავშირშია იმუნიტეტთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან. 2. ძილის ოპტიმიზაცია, circadian biology. ძილი არის ბიოჰაკინგის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. ძილის დროს ხდება გლიმფატური სისტემის გააქტიურება, რომელიც ტვინს ტოქსინებისგან, მათ შორის ამილოიდური ნადებისგან წმენდს. ცირკადული რიტმები. ჩვენი სხეული მუშაობს შინაგანი საათის მიხედვით. მისი ოპტიმიზაციისთვის დილით მზის შუქი. გაღვიძებიდან 30 წუთში მზის შუქის მიღება ააქტიურებს კორტიზოლს და აპროგრამებს მელატონინის გამოყოფას 14-16 საათის შემდეგ. ლურჯი შუქის ბლოკირება. საღამოს ეკრანებიდან გამოსხივებული ლურჯი შუქი ატყუებს ტვინს, თითქოს დღეა, რაც აფერხებს ღრმა ძილის ფაზას. ძილის ფაზები. ბიოჰაკერები ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ ძილის ხანგრძლივობას, არამედ deep sleep, ფიზიკური აღდგენა და REM sleep, ფსიქიკური აღდგენა ხარისხს. 3. ფიზიკური აქტივობა, ძალა და VO2 აქტივობა. დღეგრძელობის მკვლევარები, მაგალითად დოქტორი პიტერ ატია, გამოყოფენ ორ მთავარ მარკერს, რომლებიც ყველაზე ზუსტად წინასწარმეტყველებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. VO2 აქტივობა. ეს არის თქვენი სხეულის უნარი აითვისოს ჟანგბაგი. მაღალი VO2 აქტივობა პირდაპირ კავშირშია გულ-სისხლძარღვევან ჯანმრთელობასთან. კუნთოვანი მასა და ძალა, ასაკთან ერთად კუნთების კარგვა, სარკოპენია, სიცოცხლიანობის ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორია. ძალისმიერი